მოგესალმებით, მივესალმები სინდისის პატიმრებს, უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს. ეს ინტერვიუ, რომელსაც მე ვერ უსმინე და ძალიან რთულია ამაზე კომენტარი გააკეთო, აჩვენებს, რომ სახელმწიფოში არ არის გააზრებული არავის დონეზე. რა არის პასუხისგებლობა და ანგარიშვალდებულება. აი ესე იცის ძალაუფლებაში დიდხანს შეზრდამ, რომ გავიწყდება, როგორც ჩანს შემდეგ რა არის შენი როლი, როგორც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს, თუმცა ამ ხალხს ეს დაბრალებული აქვს, მაგრამ პასუხისგებლობა ამდენი წლის მიუხედავად რას ნიშნავს ვერ გაიაზრეს. გუშინდელი ღამეც ამაზე მეტყველებდა და ეს ტრაგედიებიც რაც ხდება ჩვენ ვერც კი ვასწრებთ დროში იმდენად ახლოს არის ეს უმძიმესი ამბები რომ გაანალიზება არის ურთულესი მაგრამ ჩემთვის როგორც იურისტისთვის ასეთი მძიმე ამბები რომელიც არ იწყება შედეგიდან და ტრაგედიის დასრულებიდან არამედ იწყება, როგორც ამათალმა იცის, ყველაფრის გაზომვა და შეფასება თავიდან, ანუ მიზეზებიდან და ეს მიზეზობრივი კავშირი გვაჩვენებს იმას, რომ როდესაც სახელმწიფოში არ არის პასუხისგებელი პირი, როდესაც არავინ არ იღებს პასუხისგებლობას მომხდარ ფაქტებზე და ინერციით, ქაოტურად აი დღევანდელი დღე მოდი გადავაგოროთ ამ პრინციპით იმართება ყველაფერი და ადამიანი რომელიც თავარი ღირებულება უნდა იყოს ეს დაიკარგა და გონიათ რომ ეს რაღაცა აქტია სამწუხარო აქტი რომელიც ნეგატიური აქტი და არა ადამიანის ტრაგედია და ამას ვერ იაზრებს ადამიანი რომელსაც უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა აქვს ხელთ ნუ ძნელია ილაპარაკოს შემდეგ ამ კატეგორიებზე, იმიტომ არ ესმით შემდეგ, როდესაც საზოგადოება ელაპარაკება ამ ღირებულებებზე და ღირებულებების დაცვა, ამ ფსევდოღირებულებების დაცვა. ფსევდო, იმიტომ რომ ეს მათთვის არ არის ეს ღირებულება, სამშობლო, ადამიანი, რწმენა, ტრადიციები, ეს ფსევდო გახდა მათთვის, იმიტომ რომ მის შინაარსში ვერ შედიან. ჩვენ ეკაბესელიას ველაპარაკებით მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელს სხვათა შორის ერთი ჩემი კითხვა რომელიც მინდა ასევე რომ ეკას ამაზე ვთხოვო კომენტარი შეეხება ონისე ოქრიაშვილის საკითხად განდარწმუნებული ვარ საზოგადოება იცნობს ამ ინიციატივას რომელიც ეკუთვნის ქართული ოცნების ერთ-ერთ დეპუტატს ბატონ სამხარაძეს რომელიც ამბობს რომ ზადარი თავდებში ჩაუდგეს კაც რომელმაც ასე ვთქვათ აი ჯგუფურ აქტში ემის მიიღო მონაწილეობა ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ და არაერთი გამოხმაურებაც ვნახეთ მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან ერთ-ერთი დეპუტატი არის ასევე მაჭავარიანი რომელიც ამბობს რომ ზღვრის გავლება არის თურმე ძალიან მარტივი რაზე შეიძლება ხუმრობა და რაზე არა დაუბრუნდებით ახლა ეკას და მასთან საუბარს ეკა დაასრულეთ თქვენი მოსაზრება და შემდეგ აი ამაზეც მინდა გადავიდე ხო დეპუტატი როგორ აპირებს თავდებში ჩადგომას ამ თემაზე დღეს არიან ქართული ოცნების დეპუტატები, კითხვების ადრესატები, ოქრიაშვილის ცემის ამბავს გულისხმობ. რა ვიცი, აი რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ წახალისებულ ძალადობაზე ვსვამთ კითხვებს, ხომ? რას ნიშნავს ეს როგორ ფიქრობთ? ანა, ის სწორედ ამაზე ვსაუბრობდი, მე მგონი სადღაც იქ გამიწყდა აზრი, რომ როდესაც იბრალებ, რომ თითქოს იცავ რაღაც ღირებულებებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, ხო, რომელზედაც თვითონ მგონია, რომ თავად ქირქილებენ და ამ ღირებულებების დაცვა გინდა ძალადობით და ასე ქუჩაში დახვედრით, ქუჩურად საქმეების გარჩევით, იქაც უწესოთ, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს მართლა, მაგრამ აი წესის გარეშე მორალის მიღმა, ან ვის გაუგია ქრისტეს და რაღაცა აი ტრადიციების დაცვა მუშტიკრივით, ხო? ქრისტე თავის მცემებს სიყვარულით იცავდა და ამას გაჩვენებდა და ამას ქადაგებს და შენ როდესაც გამოდიხარ, შენ ვინ დანიშნა ეს ხალხი, ვინ დანიშნა მორალის დამცველებად?
და ამ მორალისტური პოზიციებიდან ადამიანებს ანგარიშს უსწორებენ, როგორც არ უნდა მოგწონდეს მისი მოსაზრება და როგორც არ უნდა გაბრაზდე ამ მოსაზრებებზე. ეხლა რამდენი ბრაზდები ჩვენ მათ გამონათქვამებზე ან მათ წარმოუდგენელ შეურაცხყოფელ ფრაზებზე და ქმედებებზე, რაც მთავარია, ფრაზებზე კი არა, ქმედებებზე, რა მუშტიკრებით უნდა გაუსწორდე, ეს არის სტანდარტი, რასაც გეუბნება, რომ აი ამ წესით ეხლა აბა საზოგადოების შევის ნაწილი იცავს. ეს ყველაფერი რა არის საბოლოო ჯამში, ნახეთ, როდესაც არ ვიცი თუ მოისმინე ჩემი კითხვა, მე ვთქვი, აი ოქრიაშვილის ნაწილზე მინდა გადავიდეთ, აი დეპუტატი, რომელიც აპირებს, რომ თავდებში ჩაუდგეს პირს. ვინც ცემა ოქრიაშვილი. აი ეს როგორი ამბავია და აქედან რა დასკვნა უნდა გამოიტანოს მოქალაქემ, რომელსაც უკვე ალბათ არაფერი აღარ უყვირს, მაგრამ მაინც ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავსვათ ეს კითხვები. რისი მაგალითია ეს? დიახ, გაკვირვებით არ გვიკვირს, მაგრამ მტკიცებულებებს ტოვებენ და სამხილი არის ის, რომ როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ხარ და იმის ნაცვლად რო თქვა, რომ ასეთ ფაქტს მე არ წავახალისებ, არამედ პირიქით ამბობ, რომ მე ვიქნები წარმომადგენელი გარანტი, რომ ეს ადამიანი არ დააპატიმროთ და გამოუშვი და ამ დროს ციხესავსეა უკანონო პატიმრებით, უდანაშაულო ადამიანებით, ეს რას აჩვენებს? ეს არის მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი არის პროვოცირებული და დაგეგმილი ოცნების გუნდის მიერ. იქ ვიღაც ჯგუფი, რომელსაც გონია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს საზოგადოების ამ ნაწილის დადუმებას. აი ეს გონია, ერთი ხელის მოსმით გონიათ, რომ აი ეს პროტესტი ასე ქრება და ხო გახსოვთ ძალიან კარგად და არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ორგანიზებული შეტევები რო იყო ჯერ სატელეფონო გინებები კოლექტიურად რო თავს ესხმოდნენ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, შემდეგ ქუჩაში რო ხდებოდნენ და მე სასტიკად უსწორდებოდნენ. აი ეს რა არის ეს ყველაფერი? ეს არის ძალადობის არა მარტო დანერგვა, ძალადობის განხორციელება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. აი შემდეგ ვერაზე მომხდარი ტრაგედია. ის წარმოუდგენელი უბედურებები, რისი მომსწრენიც ვარ, ეს არის ამ ყველაფრის საბოლოო ჯამში გაგრძელება, იმიტომ რომ როდესაც გარემოს ქმნის არა შვიდს, არა თავისუფალს, არამედ არა კანონზე ორიენტირებულს, არამედ ძალადობრივს თავად ის გუნდი, რომლის ხელშია მართვის სადავეები, შემდეგ ქუჩაში, გარეთ, სოციუმში ასე ვითარდება მოვლენები. ეს არის ის პასუხისგებლობა, რომელიც მათ არ ესმით და ვერ გაიაზრეს და გუშინას გამოჩნდა. ადამიანი არ ჭაჭანებდა ამ ჩაბნელებულ პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით ქვეყანაში, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ეტყოდა, რომ ეს მოხდა და ეხლა ამისთვის იყავით მზად. დიდი მადლობა ეკა, დაგემშვიდობებით, ეკა ბესელია საუბრობდა ჩვენს ეთერში 3 საათზე უკვე ახალი ამბების დრო არის TV პირველზე, ჩვენ კიდევ შევხვდებით.